ანუ როგორ თქვა, ცოტა გამაკვალიანებდი. მოგესალმებით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან არის მოსული მოქალაქე, რომელიც პოლიციის დეპარტამენტისგან გარკვეულ კითხვებზე პასუხს ითხოვს. ქალბატონი სოფოს მეუღლე დაადეპორტა საემიგრაციო სამსახურმა საქართველოდან. სოფოს ყავს აუტისტური სპექტრის მქონე შვილი, ის უშედეგოდ ითხოვს საემიგრაციო სამსახურისგან პასუხს, თუმცა ამ პასუხს ვერ იღებს და ახლა ვეცდებით სოფოსთან გასაუბრებას და მისი ისტორიის მოსმენა შეგეძლებათ უშუალოდ. სოფო, გამარჯობა, თუ შეიძლება აქეთ მოგზანდეთ. გამარჯობა ხალხო, მანანა. სოფო, მოგვიყევით თქვენი ისტორია, რა ხდება, რატომ მოხვედით თავარ სამმართველოსთან? ანუ 12 აგვისტოს ჩემი მეუღლე ბულით ბაქრელი გააძევეს ქვეყნიდან. ანუ ყავს შიშუმუპირის ბავშვი, რომელიც საერთოდ არც დაურეკიათ ოჯახის წევრებთან სრული უფლება აქვთ, რომ დარეკონ და გამაგებინონ ინფორმაცია. არ დაურეკიათ, ჩამოართვეს ტელეფონი, არც ადვოკატთან, არც კონსულთან, არანაირი ინფორმაცია. მერე მირეკავენ და მეუბნებიან, უკვე რომ გააძევეს ქვეყნიდან, მეუბნებიან, რომ ბინადრობის გამო აი ასეთი მდგომარეობა და გააძევეს ქვეყნიდან ჩემი მეუღლე. ანუ ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში მე ვერ მუშაობ. ბავშვი არის წელს სასკოლო წასასვლელი. რა ვიცი, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვითხოვ, რომ ჩემი მეუღლე გაანთავისუფლონ და დაუბრუნონ ჩემ შვილს, ჩემ ოჯახს, იმიტომ რომ ჩემი ბავშვი ძალიან ემოციურია და ვერ იტანს ესეთ უმამობას, ძალიან მამაზე მიჭაჭული, ძალიან ვთხოვ, რომ დაუბრუნდეს შვილს მამა. ქალბატონ სოფო, 12 აგვისტოს დააკავა საემიგრაციო სამსახურმა? დიახ, ქალაქიდან აიყვანეს ჭავჭავაძის ქუჩიდან. აი მე ესეთი ინფორმაცია ვიცი, მეტი არაფერი საერთოდ არ ვიცი. როგორ მოხდა დადეპორტება, მოხდა თუ თავისი? პირდაპირ, ანუ თარჯიმანმაც არასწორად უთარგმნა, მოატყუა, რომ 3 დღის განმავლობაში უკან შეეძლო გადმოსულიყო და ტელეფონი ჩამოართვა. იმ შემთხვევაში მიცემდა ტელეფონს, თუ მოუწერდა ხელს. აი ეს. ახლა სად არის თქვენი მეუღლე? რა ქვია? მოდი ესე თქვა, რა ქვია თქვენს მეუღლეს, რა გვარია? ბილეთ ბაქირე. ეხლა არის ხოფაში, რომელიც დასარჩენიც კი არა აქვს კაც და რჩება ხოფაში ჯამეში, ანუ ესე ვთქვათ, ანუ ჩვენი არაფერი არ გაგვაჩნია, ჩვენ 8 წელია აქ ვართ, ალექსი აქ დაიბადა, აქ დაიზარდა და რა ვიცი, იქით ვერანაირად ვერ წავალთ, იმიტომ რომ ჯერ ბავშვს ძალიან უჭირს ქართულად ვერ მეტყოლებს ეხლა და ხო გესმით, არ არის თქმაც მინდა. ეს საემიგრაციო სამსახურს თუ მიმართეთ და კი ბატონო, მივმართე, ანუ ცნობა მომეცით, გაძავების ცნობა მომეცით მეთქი და ანუ პასუხს არ მცემენ საერთოდ. კომენტარს არ აკეთებენ. წადით და თბილისიდან მოითხოვეთ ეს ცნობა. როგორ მოვითხოვოთ თბილისში? როცა რომ ბათუმიდან არის გაძავებული მეთქი ეს კაცი, მომეცით ცნობა. არ მაძლევენ არანაირ ცნობას, რომ გავასაჩინო ის ცნობა. აქ რატომ მოხვედით ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან რისი? აი ცნობა მინდა, ის ცნობა მინდა, რომ გავასაჩინო ცნობა და მაინტერესებს რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერია, ესე გაძავება ქვეყნიდან. და არავინ კომენტარს არ აკეთებს. არავინ. თქვენი სოციალური მდგომარეობის შესახებ რო გითხრათ, ანუ როგორია, მუშაობას თუ ახერხებთ, რატო ვერ ახერხებთ? ვერანაირად ვერ კი ხედავთ ახლა მდგომარეობას. ვერანაირად ვერ ვახერხებთ მუშაობას. ამიტომ მამა მარჩენალი არის ალექსის მამა, ჩემი მეუღლე. მე ვერ მუშაობ ვერანაირად, იმიტომ რომ ბავშვთან მუშაობ. არის ალექსი სჭირდება ჩემი თავი, ან და სულ დროს ვატარებ ალექსისთან ერთად. ვერანაირად ვერ მუშაობ, მე ეს ყველა მიცის, რომ გამორიცხულია ჩემი მუშაობა. ახლა ნაქირავებში ცხოვრობ? კი ბატონო, ნაქირავებში ვცხოვრობ. და როგორი იქნება თქვენი მომავალი? არ ვიცი რა იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თავრობა გაითვალისწინებს ამ მდგომარეობას
რა ვიცი, ადამიანობას გამოხატავს და როგორც ვიცი, საკონსულოსისთვის აპირებთ მიმართვას თურქეთში საქართველოს საკონსულოს, რომ ვიზა მისცემთ ბატონო და ვიზით მაინც გადმოვიდეს და რა ვიცი, ეპატრონოს თავის ოჯახს და გვეპატრონოს. დიახ, ასევე როგორც ვიცი, ნამუშევარ თანხასთან დაკავშირებითაც პრობლემა შეექმნა. კი ბატონო, ანუ მაგაზე რომ გითხრათ, სად მუშაობდა თქვენი მეუღლე და რა მოხდა? სასტუმრო ზარინაში მუშაობდა პოვრად. და როცა დაურეკე მე უფროს, ანუ ხელფასი არ მეუცია 3 თვე, ანუ ესე 50 ლარი, 60 ლარი და ესე. და როცა დაურეკე და მკაცრად უთხარი რომ ხელფასი გადაუხადეთ მეთქი, ზუსტად 1 კვირის მერე მოხდა ეს ამბავი. ანუ 1 კვირის მერე დააპატიმრა საემიგრაციო მოხდა ეს ამბავი. თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ ახლა? ანუ რა არის თქვენი მოთხოვნა, ვის მიმართავთ? ანუ მივმართავ ჩვენ თავრობას, რომ რამენაირად დამეხმაროს, რომ დაუბრუნდეს ბულენთი თავის შვილს და მიხედოს თავის ოჯახს. მოიცადე. მინდა გკითხოთ ბავშვის 1 წუთით ალექსი. თქვენ ჩვენთან ინტერვიუში საუბრობთ. ჩვენთან ინტერვიუში საუბრობდით, რომ ბავშვს ძალიან უჭირს მამის გარეშე. კი ბატონო, ანუ იმ დღეს, როცა მე რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ ესეთი ამბავი იყო, მე ჩამოვედი, რა თქმა უნდა, უკვე დამხდა ბულენთი საზღვარზე უყოვე და იმ დღეს სახეც დაიმახინჯა ბავშვმა, ვერ მოუსწარი ვერანაირად ეს ყველაფერი ვერ მოვასწარი. და რა ვიცი, რა ვთქვა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თავრობა გაითვალისწინებს ჩვენს ტკივილს და გვერდში დამიდგება და დამეხმარება. აქ საემიგრაციო სამსახურს თავისი განყოფილება აქვს საჭარეში? არ ვიცი არაფერი საერთოდ. აი დეპარტამენტში რას გეუბნებიან? ანუ რომ მოვიკითხე, რომ უფროს დამალაპარაკეთ მეთქი, ხან თბილისშია, ხან ადგილზეა რა, ანუ ვერანაირად წოტომა ვერ გავაკეთე მაგ ადამიანთან, რომ საბუთები წავარდგინო, რომ ქორწინებაში ვარ 8 წელი, შიშუმუპირის ბავშვი გყავს, არანაირი ანუ ბინადრობაზე როცა აძავებ ადამიანს, იქ არის 10 დღის განმავლობაში უნდა მისცე დრო. თქვენ ხო საქართველოს მოქალაქე? კი ბატონო, საქართველოს მოქალაქე, ხო ანუ არ მისცე, მოითხოვა ბინადრობა და არ მისცეს? არა. ანუ ქორწინებაში იყო 8 წელი. კი ბატონო, მაგრამ ბულენთი გადადიოდა და გადმოდიოდა. ანუ გადადიოდა, გადმოდიოდა, გადადიოდა, გადმოდიოდა. აი, ცოტა ხანი, კარგი დიდი. ცოტა. ახლა სად ცხოვრობთ? ანუ როგორია თქვენი საცხოვრებელი პირობები? ახლა ცხოვრობ ჩვენ მეჯინისწყარზე, ქირიაში. ანუ ხალე რა იქნება, არ ვიცი. არ ვიცი. ბავშვის დიაგნოზი იქნა გათვალისწინებ. ნუ ფაქტია რომ არ იქნა, მაგრამ თუ აცნობეთ ამის შესახებ, რომ როგორი დიაგნოზი ქონდა ბავშვს და რა პასუხი იქნა საემიგრაციოდან ან არანაირი პასუხი, არანაირი კომენტარი, აი უკვე მე-4ჯერ მოვდივარ აქ და ესე უკომენტაროთ მიშვებენ, არანაირი პასუხი არა. სახალხო დამცველს თუ მიმართეთ? კი ბატონო, მიმართე და ჩვენ ეს არ გვეხებაო. აი ესე რომელიმე ორგანიზაცია, ვინც დაგეხმარებოდათ, არაფერი ხო? всё, მივდივარ უკვე, კაი? მივდივარ. კარგი? всё. გუშინ, როდესაც ინტერვიუ გამოაქვეყნეთ, ბათუმელებმა სცადა საემიგრაციო სამსახურთან დაკავშირება, დავუკავშირდით კიდეც. თუმცა მათგან პასუხი ამ კონკრეტული გაძევების кейსზე არ მიგვიღია. თქვენ ახლა უსმენდით ქალბატონ სოფო ასამბაძეს, რომელიც 8 წელია ქორწინებაშია თურქეთის მოქალაქესთან. მისი მეუღლე ბიულენთ ბაქირელი 12 აგვისტოს გააძევა ქვეყნიდან საემიგრაციო სამსახურმა, როგორც ქალბატონმა სოფომ მოყვა ჩვენთან ინტერვიუში. მისი მეუღლე მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში და მას შემდეგ, რაც რესტორნის მეპატრონის კუთვნილი ანაზღაურება მოსთხოვა დაახლოებით 1 კვირაში, ბატონი ბიულენთ ბაქირელი დააკავა საემიგრაციო სამსახურმა და ის რამდენიმე საათში ქვეყნიდან გააძევეს და ასევე როგორც ჩვენ გვითხრეს, მას რამდენიმე წლიანი დეპორტიც აქვს ჩართული, დეპორტი აქვს მიღებული. სოფო ასამბაძეს და
ბიოლენტ ბაქირელს ყავთ 7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე შვილი. ბავშვი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მამაზე და გარდა ამისა ოჯახში ერთადერთი შემოსავლის მქონე ადამიანი იყო სოფოს მეუღლე, რადგან თავად სოფო ვერ ახერხებს მუშაობას. თქვენც ცადით, როდესაც პირდაპირ ეთერის გაშვებას გეგმავდით, გვინდოდა რომ ბავშვის გარეშე გაგვეშვა ეს პირდაპირ ეთერი, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, რადგან ბავშვს მარტო ვერ დატოვებდა ვერსად და მაქსიმალურად ვეცადე რომ მისი ასე ვთქვათ, უფლებრივი მდგომარეობა დაცული ყოფილიყო, თუმცა სოფო ამბობს, რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს, ანუ ყველგან ბავშვთან ერთად უნდა იაროს, რადგან არც ბავშვის დამტოვებელი ყავს, არც რაიმე სერვისია, რომელიც მას ან ვინმე ადამიანია, ვინც მას დაეხმარება ბავშვის მოვლაში, ან დაიტოვებს და რაც მთავარია ალექსი მიდის სკოლაში და სოფო ამბობს, რომ მან არ იცის როგორ უნდა გაუშვას ბავშვის სკოლაში. ეს არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტი. როგორც სოფო ასამბაძემ თქვა, 4-ჯერ იყო ამ დეპარტამენტთან მოსული და ითხოვდა პასუხს, ან ითხოვდა კონკრეტულ ცნობას, რის საფუძველზე იქნა მისი მეუღლე დადეპორტებული ქვეყნიდან, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მე ხო ვკითხავ სოფოს, კიდევ ხარ აპირებს. ქალბატონ სოფო, კიდევ ხომ არ აპირებთ კითხოთ და ნაცი დოკუმენტირებას მოვახდენდით, ანუ რა კითხვებიც ცნობა მომცენ, რომ გავასაჩურო ეს ცნობა. ანუ რის ცნობას ითხოვთ ეს რა გაძევების ცნობას? კითხოთ, აბა რას მიპასუხებთ? კი ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, მაშინ და თუ შეძლებთ. ანუ 4-ჯერ იყავით ხო? კი ბატონო, 4-ჯერ ვარ უკვე. ანუ ეს არის მე-4 კი ბატონო. ნახოთ თუ ამჯერად რაიმე პასუხს თუ მიიღებს ქალბატონი სოფო. როგორც უკვე გითხარით, მისი მეუღლე გააძევეს ქვეყნიდან და სოფო ითხოვს დოკუმენტს, რის საფუძველზე მოხდა გაძევება, რომ მოახერხოს ამის გასაჩივრება. ეს პროექტთან მოსული უკვე მე-4-ჯერ მოვდივარ. ანუ ბიოლენტ ბაქირელის მეუღლე ვარ და გაძევების ცნობა მინდა, რომ აქედან არის ამ შემოდინარეობის გადავებული. ცნობა მომაწოდეთ. ამ შემახვედრეთ ის რომ საბუთები წავაგდით. სოფიკო ბაქირელი. ბაქირელი. უფრო შემახვედრეთ, რომ დოკუმენტები წავაგდინო. მეტი არაფერი არ მინდა. კი ბატონო. დაელაპარაკე მაშინ როცა შემოვიდა. მე შეგახსენებ, რომ სოფო ასამბაძე ბაქირელი არის მოსული აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ვის ცდილობს მიიღოს დეპარტამენტიდან პასუხი და ცნობა თუ რის გამო გააძევეს მისი მეუღლე ქვეყნიდან, მიიღოს გაძევების დოკუმენტი, ასე ვთქვათ, და ეს დოკუმენტი, როგორც სოფო ამბობს, მისცემს საშუალებას, რომ შიშულუპირის დედა ვარ. უკვე მე-4-ჯერ მოვდივარ, თუ ესეთი სოფო უკვე მე-4-ად მოვიდა, დღეს მე-4 მოსვლა, მე-4-ად მოვიდა და ითხოვს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია მისცენ. სოფო, ამ დოკუმენტით თქვენ რისი საშუალება გასაჩივრების საშუალება გექნებათ, ხო? რომ მე რჩები მარტო შიშულუპირის ბავშვით ვერ მუშაობ ვერაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ,
რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავრობა რამენაირად დაგვეხმარება, დაგვიდგება გვერდში და ეს რა ვიცი, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება. ვინ ჩამოგზავნდება? არ მინდა მე უკვე მასე მეოთხე შემთხვევაა ჩამოგზავნდება და არანაირი მომხმარია. მე მინდა უბრალოდ უფრო შევხვდე ძალიან ხო. გამოლაპარაკეთ, რომ საბუთები წავარდგინოთ. ხო, რა მდგომარეობა. ან თქვენი თხოვთ დოკუმენტს. დიახ, ხან შემახვედრონ, რომ საბუთები წავარდგინო, ვაჩვენო ეს საბუთები. უფროსი ვინ არის ახ? და თბილისში წასვლაზე რატო გითხრეს თბილისში წადიდო? ანუ თბილისში წადით, იქ მოიკითხეთ ეს ამბავი. მე ბავშვით აქ ვერ მოვდივარ, მიჭირს სიარული და თბილისში როგორ უნდა ჩავიდე? ვინც ახლა შემოგვერდა, გეტყვით რომ ვართ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ, სადაც მოსულია 7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის დედა, სოფო ბაქირელი, სოფო ასამბაძე ბაქირელი, სოფოს მეუღლე, თურქეთის მოქალაქე ბულენტ ბაქირელი 12 აგვისტოს დააკავეს და გააძევეს ქვეყნიდან. როგორც სოფო ამბობს, მისი მეუღლე არის ერთადერთი მარჩენალი მის ოჯახში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს აქვს სპეციალური საჭიროება, სოფოსთვის რთულია ბავშვის მარტო. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ უკვე მეოთხე მოდიო და ანალოგიურად ჩამოდის, ვერაფერს ვერ მიცი. დახმარებით ვერაფერს ვერ მეხმარება ეს ადამიანი და უფრო შემახვედრეთ ძალიან ხო. ბავშვი, აუტისტური ბავშვია, ძლივს გავარ ახლა ამ ბავშვი ძალიან მიჭირს, ბატონო რა. ცოტა გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა. სოფოსთან ინტერვიუ გუშინ გამოაქვეყნა ბათუმელებმა. სოფო ითხოვს დოკუმენტაციას, რის საფუძველზე გააძევეს ქვეყნიდან მისი მეუღლე და ამბობს, რომ ამ დოკუმენტების მიღების შემდეგ იქნება შანსი და საშუალება, რომ გაასაჩივროს და მინიმუმ ასე მაინც გაიგოს გაძევების მიზეზი. გარდა ამისა, სოფო ცდილობს დაკავშირებას საიმიგრაციო სამსახურთან, თუმცა სოფოს თქმით, საიმიგრაციო სამსახური ხედავთ რა მდგომარეობა. ანუ ვინ არის ის, ვინც ჩამოდის ხოლმე? არ ვიცი, არაფერი, უფროს ვერანაირად ვერ მახვედრებენ, რომ ადამიანს ვაჩვენო დოკუმენტები. რა დოკუმენტები არის, რა დოკუმენტების ჩვენება გინდათ მათთვის? ქორწინებაში რო ვარ, 8 წელია, შუშუმუპირის ბავშვი რო ყავს, თარჯიმანმა რო არასწორად უთარგმნა ეს ყველაფერი და მოატყუა და ხელი მოაწერინა. თან ბულენტის აქვს ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომ თავისი ნებითაა გასული ქვეყნიდან. მოატყუა თარჯიმანმა. თუ იცით დეპორტი აქვს? კი ბატონო, აქვს დეპორტი. დავარკვიე მათ. დეპორტიც ანუ დეპორტიც აქვს და ჯარიმაც. რამდენია ჯარიმა? 3000 ლარი ჯარიმაა და 3 წლით დამიდეპორტეს ხმა. რატომ ვერ იცხოვრებთ თურქეთში? მოდი ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ანუ ალექსი ვერ ვიცხოვრებ, რომ ბავშვი უკვე ქართულად წამოვიდა მეტყველობა, ეს ყველაფერი ხოლმე ფსიქიკაზე მოქმედებს, ბავშვის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, ახალი გარემო, ახალი პედაგოგები, ახალი ფსიქოლოგები, ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვის
ფსიქიკაზე, ამიტომ უცხო ენა მისთვის უცხოენოვანი გარემო რთული. ამიტომ ეხლა იქ ჩვენ არც სამსახური გვაქვს, არც არაფერი გვაქვს. აქ ვართ უკვე დიდი ხანია და მირჩევნია წელს სკოლაში ალექსი უკვე დავარეგისტრირე სკოლაშიც და სკოლაშიც მიდის წელს და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ან ჩემი ნაშრომი ამდენი 7 წლის ნაშრომი წყალში უნდა ჩამეყაროს ფაქტიურად. იმიტომ რომ უცხო ენაზე კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. არმია ჩამოგცანება მე უნდა ავიდე რომ ბანჩვენო და დაურეკეთ ძალიან მიჭი გამბავთან მე ესეთ გომა მიჭი გაუხსენით მდგომარეობა არ მიშვებს და რა გავაკეთო ეხლა აუხსენით ავალ და დაველაპარაკებო შემიშვით რომ აუხსნა ადამიანს დოკუმენტები ვაჩვენო ცნობა წამოვიდო მეტი არაფერი არ მინდა გელოდებით ბატონო გელოდებით ვინც ახლა შემოგვერთა გეტყვით რომ ვართ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ სადაც მოსულია საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე სოფო არის 7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის დედა მისი მეუღლე თურქეთის მოქალაქე დაადეპორტეს საიმიგრაციო სამსახურმა 12 აგვისტოს ქუჩაში აიყვანა ჭავჭავაძის ქუჩაზე როგორც სოფომ თქვა და ქვეყნიდან გააძევა სოფოს თქმით თარჯიმანმა არასწორად უთარგმნა მის მეუღლეს დოკუმენტი რაზეც ხელს აწერინებდნენ და ამ დოკუმენტზე არის ასე ვთქვათ ამ დოკუმენტში რომელსაც მისმა მეუღლემ ბულენთ ბაქირალმა ხელი მოაწერა წერია რომ ბატონი ბულენთი თავისი ნებით ტოვებს ქვეყანას რაც სოფოს თქმით ასე არ ყოფილა რადგან მას არასწორად გადაუთარგმნეს დოკუმენტი რასაც ხელს აწერდა ახლა ბულენთი იმყოფება თურქეთში მოსაზღვრე ქალაქში სასაზღვრო ქალაქში და სადაც სოფოს თქმით მეჩეთში ათევს ღამეს რადგან იქ ღამის გასათევი არ აქვს 8 წელია დაქორწინებულები არიან სოფო და მისი მეუღლე და სწორედ ეს დოკუმენტები აქვს სოფოს მოტანილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან და ცდილობს ამ შეხვდეს ვინმე პასუხისმგებელ პირს რომელსაც ამ დოკუმენტებს წარუდგენს ერთი და გარდა ამისა მიიღებს გაძევების დოკუმენტს რომელიც დოკუმენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფოსთვის რადგან აპირებს რომ გაასაჩიროს და ამ დოკუმენტის გარეშე ამბობს რომ ვერ ახერხებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას ამ თემაზე სტატია ბათუმელების ვებგვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ საკმაოდ ცლად არის მოთხრობილი სოფო ასამბაძისა და ბიულენთ ბაქირელის ამბავი ისე მოხდა რომ 8 წლის ცოლ-ქმარი საიმიგრაციო სამსახურმა დააშორა მისი მეუღლე დაადეპორტეს და სოფო მარტო დარჩა საქართველოში 7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან ერთად სოფო ვერ ახერხებს მუშაობას რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ყავს და ბავშვთან ერთად მუშაობაც მისთვის არის შეუძლებელი ბათუმელები მიადევნებს თვალს ამ ისტორიას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ დავეხმაროთ სოფოს მინიმუმ კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებაში საიმიგრაციო სამსახურისთვის მიმართული გვაქვს მოვითხოვეთ მათგან ოფიციალური კომენტარი თუმცა საიმიგრაციო სამსახურიდან ამ დრომდე დღეს არის 26 აგვისტო ეხლა არის დღის 3:30 საიმიგრაციო სამსახურს რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია და თუ კი საიმიგრაციო სამსახური ამ კონკრეტულ ისტორიასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს, რა თქმა უნდა, მას ბათუმელების პირდაპირ ბათუმელების ვებგვერდზე ნახავთ. მე დღეს აქ დაგემშვიდობებით, ხოლო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების ჯიზე
ასევე ბათუმელების სოციმედია არხებში, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ სოფოსთან, სოფოს ისტორია იქნება აქ მოთხრობილი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.